გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა ბედნიერება და ნათავარი უფალი იყოს ჩვენთან. ახეთ მეგობრებო, ყველაზე ცივი შტატი გადმოვიარე, ვაიომინგი. აღმოსავლეთ ამერიკა იყინება თოვლი და სიცივით და აქეთ არის 10 გრადუსი სიცხე, ცელსიუსი სითბო და ნახეთ რა მშვენიერი ამინდია თოვლის პატარა ნაწილიც კი არ არის არსად. მეთქი, ხოიცით ჩვენი მაყურებლები სულ ელოდებიან რაღაცა ექსტრემალურ სიტუაციებს, ასეთ რაღაცებს, მაგრამ არ არის. თოვლი არ არის, არაფერი არ არის და ატარე და ატარე, მით უმეტეს აქ კარგი გზა არის. და უბერე, წინა ვიდეოში რასაც თქვი, სატარებლად კარგია. ეხლა შემოვიდით იუტაში და ასე გავაგზავნებ, სადაც მივდივართ, არანაირი პრობლემა არ არის ამიტის მხრივ. აქედან გამომდინარე, რომ ცოტა წყნარი სიტუაცია და მშვიდი სიტუაცია, მე ჩემებურად უკვე ვიწყებ ჩვენებურ სტილში ფიქს და ამ ფიქრებს გაგიზიარებთ. ეთი 3-4 ვიდეო უკვე ცოტა ძღოლურ ამბებზე ვილაპარაკო და ეხლა მინდა ვილაპარაკო აი ყველაფერზე, იმ თემაზე, რომელიც ჩვენ ყველას გვეხება და სამწუხაროდ ადამიანები არ ვიყენებთ ამას. არა მაგამბის ამბა, ეხლა ეს ბიზონებია თუ არა, ბიზონები არ ჩვენებს ძროხები ყოფილა. ხო და რას ვამბობდი? ეხლა ჩვენ ასე თუ ისე ჩვენი არხიდან გამომდინარე, ყოველთვის რაღაცას ვაჩვენებთ, რაღაცა პრობლემებს ჭრით, გვინდა წარმატებას მივაღწიოთ, მომავალზე ფიქრობთ და უბრალოდ კონკრეტულად, მოკლედ და კონკრეტულად გვინდა რომ კარგად ვიცხოვროთ. და ჩვეულებრივი მომენტია, ბუნებრივია, ასეც არის და ჩვენ იმასაც ვამბობთ, რომ ერთმა უფალმა ადამიანის შექმნა ბედნიერებისთვის. და ვასწავლის და უბრალოდ ადამიანებს გვეზარება, ან არ ფიქრობთ, ან არ გვინდა, ან ძალიან ბევრი რაღაცეებია და უბრალოდ ის საგანძური და ის რაც ჩვენ დაგვეხმარება ყველაფერში და ყოველთვის გვერდზე დაგვეხმარება და ჩვენ გვერდზე არის, ის ატომად გვავიწყდება და მაგაზე სულ არ ფიქრობ და ფიქრობ ჩვენი ფიქრებით, ან აზროვნებით, რომელიც რაღაცაზეა დამოკიდებული, ის ძირითადი და მთავარი რჩება. მეგობრებო, მინდა ვისაუბრო ბიბლიაზე. რატომ უნდა წავიკითხო და როგორ უნდა წავიკითხო? მე თავიდანვე ვიტყვი, ჩვენი არხიდან გამომდინარე, ხო ჩვენ ეხლა წეღანავთ, რომ რაღაცა გვინდა გადაჭრათ, რაღაცა გამოვიდეთ მდგომარეობიდან და რატო ვიწყებ ამ ბიბლიაზე ლაპარაკს? იმიტომ რომ ერთადერთი რამ, რაც ხელმიგეწვდომება, შეგვიძლია მივიდეთ, მოусმინოთ, გამოვიყენოთ, არის წიგნი ბიბლია. ეხლა ზოგი იტყვის, აი რა დროს ბიბლია ის არ, მაგრამ მე პირადად ეხლა და არა მარტო მე, ყველაფერი რაც ხდება სამყაროში, ჩვენ მორწმუნე ადამიანებს და ადამიანებს ვისაც ჯერათ რომ ეს სამყარო შექმნა ღმერთმა, ჯერათ და ისიც ვიცი რა ხარ ღმერთმა შექმნა, ღმერთმა ინება და ისიც გითხრა როგორ უნდა ვიცხოვროთ და რა უნდა გავაკეთოთ და რომ ვიყოთ ბედნიერები. და ბიბლია არის მაგის საშუალება, ღმერთი გველაპარაკება ჩვენ ბიბლიის ენით. და იქიდან გამომდინარე, მეც ვინაიდან ახლა ჩვენ ამდენი ხანი ვიქნებით, 1-3 თვე ვიქნებით აქ და ყოველი ჩვენი არხიდან გამომდინარე, ვინ ჩვენ არხს უყურებს და როგორ ვთქვათ, ეხლა ამბიცია თუ არა, ყოველ შემთხვევაში მინდა რომ ჩვენი არხი ადამიანებს დაეხმაროს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩემ თავს დავეხმარო, ჩემ ოჯახს დავეხმარო, ჩემ მეგობრებს დავეხმარო, თქვენი სახიდან ჩემი ფიქრების გაგიზიარო და რატომ მინდა თქვა, რომ ყოველი ეხლა ჩვენ ყველაფერზე ვილაპარაკეთ, პოლიტიკაზე, ლიტერატურაზე, ფილოსოფიაზე, რაღაცეებზე, მსხვილ ამბებზე, მაგრამ ახლა შეიძლება ისეთ განცხადება, ყოველი რაღაცა ნათქვამი ან ალაპარაკები, ასე თქვათ, ბიბლიიდან გამომდინარე იქნება, იმიტომ რომ ყოველთვის არის საფუძველი, რასაც ვაკეთებთ, როგორც ვაკეთებთ, აი იქიდან გამომდინარე, რომ შეცდომა არ დაუშვა, წესიერად გავაკეთო ის საქმე, რასაც მოვკვიდებ, რაზეც ვილაპარაკებ, რაზეც ვისაუბრებ, ჩემი აზროვნება იქნება ყოველთვის ბიბლიიდან გამომდინარე.
ეხლა რატომ აქვს ეს პრეტენზია? იმიტომ რომ მე პირადად ბიბლია რო წავიკითხე და ეხლაც ვკითხულობ, აი სხვათა შორის ეხლა მოვიდიოდ და ჰენდრის ინგლისელი წერალია, რომელიც წერალი ჰენდრია ასეთი, რომელმაც ბიბლიის წიგნი რომელიც შენ გვერდზე უნდა იყოს მუდამ და აი ახლა ერთი 5 დღეა წავიკითხე ერთმა ჩემმა მეგობარმა, მე ამ მეგობარზეც მე ვიტყვი, ძალიან ჭკვიან ადამიანზე, მირშია და გაუგნებული ვარ რა და მე ბიბლია რამდენიმე ვარიანტები მაქვს წაკითხული, ქართულიც, რუსულიც, ბიბლია რა, ბევრნაირები მაქვს წაკითხული და აქ ისე კარგად არის აღწერილი ყველაფერი და რატომაც მომივიდა ეს აზრი, რომ ეხლა დავამთავრე, ეხლა სულ რაღაც 5 წუთია დავამთავრე და მინდა ეს ყველაფერი გაგიზიარო და აქედან გამომდინარე მინდა რომ თვითონ ბიბლია რატომ უნდა წავიკითხო, როგორ უნდა გამოვიყენოთ, უკვე მე ჩემებურად და წეღანაც რო თქვი რომ ჩვენი ყოველი მოქმედების საფუძველი არის ბიბლია და ამას რომ მისდევ და ამას რო აკეთებ, აი დამიჯერეთ, აი არანაირი პრობლემა არ იქნება, იმიტომ რომ შენ ამ წიგნის საშუალებით ანალიზებ მიმდინარე პროცესებს და დავითავა თუ აითვისე და შეიმეცნებ რა ჯობია მაგას. ნუ ერთ სიტყვით ძალიან მაგარი რაღაცაა და მეც ახლა ჩემებურად ჩვენ აუდიტორიაში არა ვართ, იმაში არა ვართ, მაგრამ ჩვენ სტილში და ჩვენ ამბებში ავხსნით ყველაფერს. ეხლა ზოგი შეიძლება ითქვას, რომ შენ რატომ უნდა მოგისმინო, როგორ უნდა მოგისმინო, ვინ ახარ, ლექტორი ხარ, პროფესორი ხარ, მასწავლებელი ხარ თუ ვინ ახარ. მაგრამ არა, იმიტომ რომ ეს ბიბლიაც ყველასთვის არის და რა განსხვავება ახლა მე მძღოლი ვიქნები, პროფესორი ვიქნები, ლექტორი ვიქნები, ექიმი ვიქნები თუ მუშა. ჩვენ ხო ყველანი ადამიანები ვარ და ადამიანს ყავს ერთი მამა, არის ღმერთი და ამიტომ ცოტა არასწორად მიმაჩნია თქვა რომ შენ ვინ ახარ რომ მე ბიბლიაზე მელაპარაკე, მე მოусმენ ღვთეს, მე მოусმენ თეოლოგს, მე მოусმენ ვიღაც ლიტერატორს, მაგრამ შენ რატომ მოგისმენ? ნუ არჩევანი თავისუფალია, რა თქმა უნდა, რატომ უნდა მომისმინო მე თუ არ მოგწონვა და არ გინდა და ეგრე სხვა ეს ჩვეულებრივი არჩევანია ხა თავისუფალი ნება ჩვეულებრივი მომენტია და თავისუფალი ღირსება არჩევანი არის თავარი. მაგრამ მე როგორც უბრალო ადამიანი როგორ ვიყენებ ბიბლიას ჩემ ცხოვრებაში და ჩემ მიმდინარე პროცესებში ალბათ ბევრი ადამიანი ამას თავში ნახავს და აი ამას გიზიარებ და ჩვენ როგორ ვამბობთ თუ არ მოგწონთ ჩემი თქვათ ეს ასეთი ვიდეო რგოლები შეგიძლიათ გადართოთ. ძალიან მარტივია რა. თუ არა და მე მზადავ რომ გული და სულით უცბერად ყველაფერი მოგიყვეთ ის, რასაც ვფიქრობ და ამ შემთხვევაში ბიბლიის შესახებ რატომ რისთვის და როგორ უნდა გამოვიყენოთ, შევისწავლოთ და შევითვისოთ ბიბლია. ერთი ნიუანსი მინდა მოგიყვეთ, მეგობრებო, მოგიყვეთ კი რაც არის, არავის არ დავწინი და ზედმეც არ ვაკადრებ, მაგრამ აი ჩვენ რეალობაში, ეხლა საზღვარგარეთ ამერიკაში და ევროპაში აი უცხოეთში უფრო რაღაცა გულღია ხალხი ახლა ამერიკაში თქვენ იცით რომ მე ძალიან ბევრ ქვეყნებში ვარ და ნამყოფი და რო ვეუბნები პირდაპირ გეტყვის ადამიანს მე არ მჯერა ღმერთის, მე ათეისტი ვარ, სულ არ მაინტერესებს, მე არა ვარ მორწმუნე. ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, გულწრფელები და გულახდილები არიან. მაგრამ აი ჩვენთან ავიღოთ საქართველოში 10 კაციდან 9 ალბათ გეტყვის რომ მორწმუნეა. ვა, ფიქრობ რა კარგია, მაგრამ მე რო შეხვალ ურთიერთობაში და იმაში რო შეხვალ ის 10 კაციდან 9 კაციდან შეიძლება 3 დადიოდეს ეკლესიაში, 5 არ დადიოდეს და უფრო უარესი რომ აი ახლა მორწმუნეა ადამიანი იტყვი მორწმუნე ხარ და ეკითხები ბიბლია გაქვს წაკითხული და აი დარწმუნებული ვარ აი 10 კაციდან 2-3 თუ შეიძლება კონდეს წაკითხული ბიბლია. მე გულისხმობ სრულყოფილად რაღაცა ფრაგმენტები აქვს აღებული, რაღაცა მონახული სკოლაში ან ეკლესიაში რაღაცა, მაგრამ თავიდან ბოლომდე აი დარწმუნებული არ ვიცი, შეიძლება მე ვწდები 10 კაციდან 1-2 კაცს თუ შეიძლება კონდეს ბოლომდე წაკითხული ბიბლია. დანარჩენი იძახის აი მე ხო ეკლესიაში ვიყავი და იქ ღდელი ქადაგების დროს ყოფება, სახარების კითხვის დროს
ან რაღაცა Facebook-ის სახით, ან TikTok-ის სახით რაღაცა პატარა ფრაზები ამოვარდება და მას გონია რომ მან მაგი არის მორწმუნე და ან ზოგიერთი იძახის მე რაში მჭირდება მღვდელი სიტყვაზე ხო არის ასე მღვდელი რა თქმიდა შეიძლება ხა განათლებული მღვდელი ყავს არ ყოფდეს განათლებული ეს სხვა თემაა შეიძლება სკოლაში კარგ ასწავლოდი არ სწავლოდი იქიდან შეიძლება მიიღო ეს ინფორმაციები მაგრამ ისე და ისე ვიძახი რომ 10 კაციდან აი დარწმუნებული ვარ რომ ნუ ეხა საზღვარგარეთ არ ვიცი აქ ალბათ უფრო უარესი შედეგი იქნება მაგრამ ყოველ შემთხვევაში საზღვარგარეთ იმას მაინც გეტყვის რომ ბიბლია არა მაქვს აკითხულ და იმასაც გეტყვის რომ მე არა ვარ მორწმუნე მაგრამ საქართველოში აი არ ვიცი აი გოდიში და მე შეიძლება ვწდები მაგრამ 10 კაციდან 9-ვე გეტყვის რომ მე ვარ მორწმუნე და ბიბლია იცის მაგრამ რო გკითხო ის ისტორია და ისინი ინჩი ბიჭი აზე არ არის ხო და რატომ მიყვარს ისკენ მიყვარს საუბარი რომ მე ეს ასეთი ადამიანები მე რაღაც ცხოვრების პრობლემებში რომ ვარდებიან ნუ ცხოვრება ხო ის როგორ მრავალფეროვანია იმ რაღაც გარკვეულ მომენტში მომზადებული არ არის და მე იმას ხვდები რომ რა ხდება ხო თვითონ მე უსამართლობის ცნობა ემართებათ ზოგიერთი მაგალითად დადიან ეკლესიებში დადიან თქვა წირვებზე ყოველ სისტემატიურად და გადამწყვეტ მომენტში მიადგება და ყველაფერს აბრალებს მე ზუფალს ხო აი რამდენია ხო აი ღმერთო მე ასე რატო გამიკეთე მე რატო დამღუპე და უკმაყოფილოა და მე რო ჩაწვდები ამ ადამიანს ხო კი ეხლა რა თქმა უნდა ყველას უნდა რომ კარგი სიტყვი მაგათად სულ ამბებში რომ მოხდება ადამიანი ახლა არ მინდა ვიღაცა გარდაეცვლება ან რომ მე ვფიქრობ მე რატო დამემართა ეს მე რამე დავაშავე მე რამე დავარღვიე რომ ღმერთი ასე მშის და ძალიან უსამართლოდ უდგება სამყაროს შემქმნელს და ფიქრობს კაცო ეს არ არის ის მე აი რატო ამდენი ცუდი რაღაცა რომ ღმერთი რო იყოს ამდენი ცუდი რაღაცა მოხდებოდა სამყაროში ამდენი ბავშვები დაიღუპებოდნენ ამდენი ომები იქნებოდა ამდენი ხალხი გაუბედურდებოდა ესე კი ღმერთი არ არის და უკვე მიდის იქითკენ ფიქრი იქითკენ მიყავს აზროვნება რომ ეს მორწმუნე ადამიანი რომელიც ცდილობდა რომ ეგონა რომ მას ღმერთი წამდა და ჯეროდა და მისი ყველაფერი კარგი მოსწონდა მაგრამ გადაწყვეტ მომენტში თურმე ღმერთი არ არის იმიტომ რომ მას შვილი არ დაიღუპებოდა მას პრობლემები არ შეექმნებოდა და ნუ სასწაულად მე საერთოდ არ უნდა ამ ღმერთის შენება ნუ მანდ ემატება მე უკვე ეკლესიაში მიმდინარე პროცესები ეხა გინდა არ გინდა ჩვენი ეკლესია რაც არ უნდა ვაქოთ ძალიან ბევრი არასახარბიელო რაღაცები ხდება და ამას რო გადახედავს მე რა გიждდება და მე აქედან პროპაგანდა აქედან ტელევიზია აქედან ლიბერალური მიმართულება აქ სხვა და მე ტვინი აქვს საერთოდ ადამიანს არეული და სად არის ღმერთი სად არის და ასეთ ადამიანს რო ეთქვი ხოლმე იცი შენ ასეთი დაბნეული თუ ხარ და ასეთ იმაში თუ ხარ ადე კიდე წაიკითხე ბიბლია და კარგი რა ბიბლია და ის ადამიანის დაწერილია და აქ არის უკვე სრული რა ქვია ურწმუნოება და ნუ მაგასთან ლაპარაკი ზოგადად ძნელიც არის მაგრამ ნუ რეალობაა მე ხშირად ყოფილა ასეთი შემთხვევები ნუ ყოველ შემთხვევაში მე თავიდან კარგად სანამ გავერკვევოდი რომ ვეტყოდი ხოლმე ადამიანს მოდი წაიკითხე ბიბლია მიხედე და აქედან პასუხი შენ რო კითხულობ რა რამე მოიგე რამე შეცვლილი ხარ რამე გამოკეთდი და ამ დროს უკვე კი შენებურად უხსნი ამას მაგრამ ის უკვე რაღაც კედელივით აღარ გისმენს თავიდან ცოტა ახალგაზრდა რო ვიყავი შევდიოდი კამათში მინდოდა რომ დამერწმუნებინა მაგრამ უფრო უარესი ის უფრო შორდებოდა მე ახლა რა თქმა უნდა შევცვალე ეს ტაქტიკა და პროსკე კი არ შევცვალე უფალმა და ბიბლიამ რაც მასალა იმის მიხედვით მოხმედებ და უფრო ადვილია იმიტომ რომ შენ რო რაღაცას უმტკიცებ ადამიანს შენ რაღაცას თვითონ კარგი გინდა აი წაიკითხე ბიბლია და ოღონდ მე იყო ხო ასე შემთხვევა ბიბლიას გაგონებაზე აკანკალებ და კარგი რა დამანები ბიბლია თავი ეგ შეხედე ის მდელი ჯიპი დადის ეგერის იმას აკეთებს ამას აკეთე იმაზე გადაქონაციერო და ამ დროს მეც ვიჭედებოდი უკვე ვერაფერს ვერ ვამბობდი იმიტომ რომ მიდი და ეხლა ამას აუხსენი რომ ეს ბიბლიაში ეს ყველაფერი წერია ყველაფერი გათვალისწინებულია და ეხლა არ მინდა ეს გამოსვას რაღაც ძალადობრივად იყოს წაიკითხე ბიბლია ეხლა ისე იგივე სალაპარაკო წაიკითხეთ მაგრამ მე უკვე ჩემებურად შევეცდები ახსნა
როგორ უნდა წავიკითხოთ ბიბლია და ნუ მე თავისთავად ახლა მე ყოველთვის მაგას ვამბობ რომ კამაჩი და მტკიცებულებებში ჭეშმარიტება არ იბადება მე ჩემ აზრს გეტყვი და დანარჩენი უკვე არჩევითია თქვენ ამას გააკეთებთ არ გააკეთებთ ადრე თქვა 20-30 წლისი დავიწყეთ და მიდი რომელიც წეღანაც რო თქვი რომ ცუდი შედეგი თავდება რაც უფრო აწვევი უფრო გეწინააღმდეგება ადამიანი მაგრამ მე ჩემებურად ლაითად ამასაც ჩემ გამოცდილებას გაგეზიარებთ როგორ უნდა წაიკითხო ბიბლია რა დასკვნები უნდა გამოიტანო სად მოხდა ეს პროცესები რაც ბიბლიაში აღწერილია და როგორ უნდა გამოიყენო ცხოვრებაში აი ასეთი საერთო ფორმულა თქვი ჩემებურად თქვი რა თქმა უნდა ჩემებურად ხარ ძალიან ბევრი მასწავლებელი და ბევრი თეოლოგები არიან მაგრამ ნუ მე ჩვენებურად როგორ ვამბობ ნატურალურად უნებრივად გამოსახავ ამას ყველაფერს ანუ რატო უნდა წავიკითხოთ ბიბლია და უფრო როგორ უნდა წავიკითხოთ როგორ გამოვიყენოთ და როგორ გავიდეთ შედეგს ნუ პირველი შეხება ბიბლიასთან ბავშვობიდან მოგდეს ხო ადრე ახლა მე რო პატარა ბავშვი ვიყავი მაშინ ახლა კომუნისტური წყობა იყო და ასე ადვილად ვერ მიხვიდოდი ბიბლიასთან არც იყო მაგრამ ახლა თანამედროვე დროს ყველანაირი საშუალება გვაქვს ყველანაირი წიგნი ინტერნეტი აი ონლაინი ტელევიზორი და მე არ მინდა ახლა ჩემი ისტორია ჩავიდე როგორ მივედე მაგრამ მე მაინც ტექნიკურად მაინც ამ ჩვენი ფორმატი არ გვაძლევს იმას რომ ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ მაგრამ მინდა ჩემებურად მაინც აკისრათ ახლა როგორ უნდა მივიდეთ ბიბლიასთან ახლა ძალიან ახლა ინტერნეტ ჩართავდა იმდენი თეოლოგები იმდენი მასწავლებლები ლაპარაკობენ აი სად როგორ ანაირად უნდა მიუდგე ინგლისური სივრცე, ქართული სივრცე, რუსული ახლა არიან ადამიანები რომლებიც შეიძლება აი მათი განათლება და ცოდნა ძალიან მოქმედებს მაგრამ სამწუხაროდ ამ რელიგიური მიმართულებების გამო არის ძალიან დიდი კონკურენცია და სამწუხაროდ ამ დომინაცია ანუ ამ მიმართულებებში ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან და სამწუხაროდ ეს კულტურა ლაპარაკის ერთმანეთის აზრის გაზიარება ძალიან ისე უხეშ ფორმებში გადადის ხოლმე რა და ხშირად ახლა თქვენ ტელევიზორს რო ჩართავთ დისკუსიები როგორ არის ხოლმე ერთი მხარე ერთს ამბობს მეორეს მაგრამ კი არ უსმენენ და კი არ გადადიან უხეშ შეურაცხყოფებზე და ფაქტიურად ჩათვალეთ რომ დისკუსია არ იმართება ამ სფეროში სამწუხაროდ მე რასაც ხედავ ასეა და მე რატო ვამბობ ხოლმე ხე მე მაგაჩემ აი თუნდაც პოლიტიკაში თუნდაც მე საერთოდ მოგესალმა ძალიან მიყვარს ციგნის ყიდვა მაგრამ აი ერთ აზე უარყოფით ასაც ვკითხულობ დადებიცა და ყველაფერს ვკითხულობ და მე გამომაქვს საერთო აზრი მაგრამ სამწუხაროდ ამ აზრებიდან გამომდინარე სხვადასხვა აზრების გამო ადამიანები რო უჯდებიან ერთმანეთს უბრალოდ დისკუსიაში რო შედიან ზედმეტობებში გადადიან აქედან გამომდინარე მეც რაღაც გავლენა იმდენად არა ძალიან ბევრი ადამიანებისთვის მაქვს მოსმენილი თავისთავად მე თვითონაც შემიფასებია იმიტომ ბიბლიის მასწავლებლებს ცოდნები ძალიან მდგომად არიან მაგრამ სამწუხაროდ რო ერთ-ერთ სიტყვაზე ერთ-ერთის გვარს რო იტყვი და იმის აზრს რო იტყვი მეორესთან ძალიან უარყოფითად განიხილავენ ხოლმე. მე ზოგჯერ ვიტყვი ხოლმე აი კაცმა ასე თქვა და ის სატანისტია, ის სექტანტია, ის არ არის იჩვენი ქვეყნის მტერია. ვა, რატო კაცო შენ მოусმინე იმას და მე იმას პიროვნებაზე რატო მეუნები? ჩვენ როგორ ვამბობთ ხოლმე? მე იმას კი არ გეუნები ის ვინ არის და როგორ არის. მე ვუნები ის რას აკეთებს, ანუ რას ლაპარაკობს. ეს არა, იმის აზრი კი არ აინტერესებს, ის სექტანტია, ის იმან ეს გააკეთა, ეს გააკეთა და ნუ აქედან გამომდინარე მე ზოგიერთ წყაროებს ვიტყვი მე ფაქტურად ინტერნეტის სივრცე მეც ხმარობ აქედან გამომდინარე ბევრ ადამიანს ხმარობ და ამიტომ მე სახეთ და გვარებს არ დავამსახერებ თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი აი თეოლოგები და რელიგიის მასწავლებლები ძალიან უსამართლო გარემოში ვარდებიან და ამიტომ მეც ასე ღიად არ ვიტყვი ხა ვინც მე მისმენ და ვინც ცოტა გათვითცნობიერებულია ჩემი ნალაპარაკებიდან მიხდება ვიზია ლაპარაკი მაგრამ მე საერთო ჯამში ამ სახეს და გვარს არ ვიტყვი იმიტომ რომ მე შეიძლება წავიდე შეურაცხყოფა ზედმეტობით ლაპარაკები და მე ნამდვილად არ დაუშვებ იმას რომ ჩემი ნალაპარაკების გამო თუ
თუნდაც იმას შეურაცხყოფა მიაყენონ, ან თუნდაც მე მომაყენან შეურაცხყოფა, იმიტომ რომ იმის აზრი ვთქვი და იმის აი მაგათად რა ხო შეიძლება მე სიტყვაზე სატანის აზრი თქვა და სატანის დედავატირია ბიჭო სატანაზე კი არა მე საქმეზე გელაპარაკები რა ხო ხდებით კავშირი რისკები მიყავს და აქედან გამომდინარე უბრალოდ გული მწყდება რომ ჩვენ ინტერნეტ სივრცეში და ქართულ სივრცეში ძალიან ბევრი სპეციალისტი და დაანჭკვიანი ადამიანი თავისი აზრის გამო და თავისი რაღაცა მიმართულების გამო ძალიან უსამართლო და არასამართლიან მაშინ გარემოში იმყოფებიან და უსამართლოდ ლანძღავენ ხოლმე. მაგრამ არაუშავს თავარია ჩვენ კეთქვი ხა არაუშავს, მაგრამ მაინც გული წყდება რომ რატომაც აი უსამართლო და დაუმსახურებლად არ უნდა გავაყენოთ ეს ადამიანი. ინგლისელი იქნება, ქართველი იქნება, რუსი იქნება. აი ხა მაგალითად მე რო ვიტყვი რომ მაგალითად აი რუსმა თეოლოგმა ესა თქვა, ისა თქვა, უცბა წამოვა. ეხლა ხო ანტირუსული თქვა, აი რუსების გაგონილი სიტყვა რაში მაინტერესებს? ან იმის სიტყვა რა, აი ხა რუსი არის ჩვენთან როგორ გამაღიზიანებელი, ხო? შენ რუსო შენ ისა და ეხლა მე რუსი თეოლოგების იმას რო ვიტყვი, არც მოусმენენ, იმიტომ ზოგი ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც იტყვის, კაცო რუსს როგორ მოусმენ, კაცო რუსი არის ჩემი მტერი, მაგას რატო უნდა მოусმინო? აი არაბი არის ჩემი მტერი, მაგას რატო უნდა მოусმინო? თურქი არის ჩემი მტერი, რატო უნდა მოусმინო? მე მოусმენ მარტო ამას. იმიტომ მე ასე მინდა და ეხლა მინდობაზე და დომობაზე არ არის ეს ქვეყანა, ხო? ყველაფერი არის რეალობაში და მოცემულობაში და ჩვენ ნუ ერთ სიტყვით ეხლა ბევრი რა შეგაწუხოთ, ვილაპარაკოთ ის კი არ თქვა ის ვინაიდა რა არის, არამედ თქვათ რას ამბობს და როგორ ამბობს. მოდი მეგობრებო, მე ეხლა ამას ცოტა დაღმართზე ჩავარ და მე გავაგრძელებ და ცოტა ყურადღებით უნდა ვიყო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი დაღმართი სოფლიექსიტისკენ რო დადიხა და აქ ყოველთვის უნდა თხრილათია რომ დიდი სიჩქარით არიან რომ უხრჭები ხშირად არ დაარტყა და რო არ გახურდეს საბურავები. აქედან გამომდინარე, მოდი ამ დაღმართს დავეშვები და იმიტომაც შეწყვიტე ახლა ლაპარაკი და მე რო დავეშვები უკვე სტონგზაზე გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. საერთოდ 55 მაილზე მეტი სიჩქარით არ უნდა იარო და ეს ზოგიერთ ტრაილერის ძღოლი მაინც უთამამდება და ეშვებია და რა ვიცი ახლა მე მაინც ვზირობ ხოლმე რომ ასეთი რაღაცეები სიჩქარე არ გადავაჭარო. Take exit 130 on the right to I-215 south. აი ცოტა დაგჭა ამ დაღმართს დავამთავრეთ ამ ვიწრო ემებზე და მე გავასწორებთ. ცოტა ვიწრო შესასვლელებია და ყურადღება საჭიროა. In 1/2 mile, keep left to I-215 south, then keep left. Keep left to I-215 south, then keep left. გამოვედით სწორგზაზე და უფრო შედარებით ადვილია და გავაგზავნე. ეხლა მე ბიბლიით წაკითხავთ, მოდი ასე შევთანხმდეთ მეგობრებო. მოგეხსენება ბიბლია ერთი წიგნი არის, ბიბლიაში არის 66 წიგნი, მაგრამ ნუ ასეა მიზობრო ბიბლია გააქვს წაკითხული. და აქედან გამომდინარე ვიტყვი რომ
მე თუ ჩვენ ვამბობთ ბიბლია გაქვს წაკითხული, მე გულისხმობ რომ 66-ვე წიგნი თუ გაქვს წაკითხული, ამას გულისხმობ. თორე ეხლა არიან ადამიანები რაღაც ფრაგმენტები აქ იქიდან, ახალი აქტიდან, ძველი აქტიდან რაღაცა ამბებია გამოყოლილი და ამას მე ბიბლიის წაკითხვად არ ვთვლი. ნუ ასე შევთავაზეთ. ჩვენ ვამბობთ ბიბლია გაქვს წაკითხული, ესე იგი 66-ვე წიგნი თუ გაქვს წაკითხული. აი ამას გულისხმობ. მოგესალმებით 66 წიგნა. ეს ბიბლია შედგება ორი ნაწილიდან, ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა. ძველი აღთქმა ეს არის ქრისტემდე მოსვლის ამბები, ისტორია და ახალი აღთქმა უკვე ქრისტეს მოსვლის შემდეგი ამბები. პირველად მე ადრესა მაქვს, რა თქმა უნდა, პირველად 66-ვე, ხა რატო ვიძახე 66-ვე წიგნი? ეხლა მე ძალიან ისე სიღრმეებში არ ჩავალ, მაგრამ ბიბლიის აზრი რო გამოიტანო, 1 და 2 წიგნის წაკითხვა არ შველის. აუცილებელია 66-ვე წიგნი წაიკითხო. რატო? იმიტომ რომ იქ შეიძლება ერთი წიგნი წაიკითხო, რაღაცა გაიგო, მაგრამ საერთო ჯამში მთლიანობაში 66 წიგნში ამას აერთებ და მე უკვე გებულობ იმ 100 და ზოგი წიგნი დაკავშირებულია ერთმანეთთან, ზოგი კი არა უმეტესობა სულ ერთმანეთთან არის დაკავშირებული და საერთო ჯამში, საერთო ისო გაიგო 66-ვე წიგნი უნდა წაიკითხო. აქედან გამომდინარე ჩვენ მოდი შევთავაზეთ ბიბლიის წაკითხვა ჩავთვალოთ. მაშინ თუ 66-ვე წიგნი აქვს ადამიანს წაკითხული. მოგეხსენებათ ეს 66-ვე წიგნი შეკრეფილია ფაქტიურად მე-14-მე-15 საუკუნეში შეკრიფეს და 40-55 პიროვნებას აქვს დაწერილი ძველი აღთქმიდან, მაგრამ ეს ყველაფერი არის სულიწმინდი ძალით დაწერილი, ნუ ერთის ნებით დაწერილი და ფაქტიურად ბიბლია გადმოგცემს იმ ას და იმ მიზანს, რატო რაკნა უფალმა რატო გააკეთა და როგორ გააკეთა და აღწერილია კაცობრიობის ადამიანის დაბადებიდან დაწყებული მთელი ამბები ცხოვრების თავისი რჩევები, თავისი მაგალითებით და აღწერილია რა მოხდება მომავალში. მეც იმ პიროვნებად შორის ვარ, ვინც აიკითხა და მე ხშირად მithქვამს, რომ მე საკმაოდ ჩემ თავს თვლი ძლიერად, იმიტომ რომ მუსკულები მაქვს და ისა მაქვს, არა უბრალოდ რაღაცა პრობლემა რო შეიქმნება, აუცილებლად მე გადავხედავ აბა ბიბლიაში რა აცი, რა თქვა და იმას რო განვახორციელებ ხოლმე ცხოვრებაში, ეს პრობლემები ისე იჭრება, ისე ადვილად იჭრება, ნუ არ ვიცი, თუმცა მეც ბოლომდე არა ვარ ჩავი, იმიტომ ბიბლიის რო წაიკითხო, ბიბლიის კითხვა ზარმაცებისთვის არ არის. მაგას უნდა შრომა და დიდი ნება და გითხარი 66 წიგნი, ხა 66 წიგნი რო წაიკითხო, კარგად აზრიანად ეხლა ადამიანები რა მთელი ცხოვრება კითხულობენ, მაგრამ იმას სწავლობ და მაგრამ ერთი წელი მაინც გინდა რომ ეს 66-ვე თან მithumet თანამედროვე დროში ეხლა თუ ციხეში და სადმე არ ჩაჯექი და დრო თუ არ მოგეცა, ნუ ერთი წელი მაინც გინდა რომ ეს 66-ვე წელი, ეს 66-ვე წიგნი წაიკითხო. მე პირადად 16 წლის ვიყავი რომ ბიბლია წავიკითხე, ანუ 66-ვე წიგნი ქონდა წაკითხული, ნუ თავიდან ჩვენ დრო ცოტა ძნელი იყო, მაგრამ მაინც მოვახერხე სონგულაშვილის ეხლა სექტანტად არის გამოცხადებული, მაგის თარგმანი იყო საფათრიკო დათქმა და მაშინაც ცოტა მოვახერხე 66 წიგნი წავიკითხე, მაგრამ ურაფრით გითხრათ ვერაფერი ვერ გავიგე. გავიდა რამდენიმე წელი, 20 თუ 21 წლის ვიყავი, ისევ ჩაუჯექი ამ ბიბლიას და გავიგე და ვერც გავიგე, უკვე 21 წლისა ვარ, უკვე ლიტერატურა წაი, აი ბოლომდე ვერ ჩავთვლი რა. და გავიდა რაღაც 25-26 წლის ვიყავი უკვე და აი ბოლოს უკვე კარგად ჩაუჯექი, 31 წლის ვიყავი და იმენა მეთქი და ჩაუჯექი და ამოვისუნთქე, რა თქმა უნდა, ამ ბიბლიებს შორის უკვე წმინდა მამების წერილები წავიკითხე, სპეციალისტების წერილები წავიკითხე, გარჩევა წავიკითხე, ის წავიკითხე და რაღაც უკვე მივედი იმ კონდიციამდე, სადაც უკვე დროა რომ ადამიანმა გაიგოს ის რაც იქ წერია და ამოვისუნთქე და გავხდი აი ბედნიერი, აი ჯალა მომეცა რომ აი თურმე კატო სადაფრინავ. შენის კითხვები და ხო იცი რა ჩვენ ადამიანები 1000 რაღაცებზე ვფიქრობ, 1000 რაღაცებს გადაწყვეტა ვინა და სადაფრინავ თურმე ყველა კითხვაზე პასუხი აქ არის გაცემული.
თავისი მაგალითებით, თავისი სიტუაციებით, თავისი რჩევებით და მაგრა ვიგზენი თავი. უკვე იმანაც დამაწყნარა, რომ რატო ხდება ომები, რატოა ეს ამდენი უბედურება, რატო ადამიანი ცოდვილი ბუნების თუ ერთმა ბედნიერებიში შექმნა ხომ უნდა იყოს ბედნიერება და რატო აკეთებს ადამიანი ამბას, ვის ებრძვის, რატოა სატანას არ არის, როგორ ხდები და ნუ მოკლედ და კონკრეტულად ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია ბიბლიაში. ანუ 66-ვე წიგნში. ეს იმას გულისხმობს 66 წიგნში მერე გამოგაქვს უკვე დასკვნა და უკვე ხდები ძლიერი და უკვე ხდები რატო მოქმედებ, რას აკეთებ, რა გინდა, ისკენ მიისწრაფი, რა არის სიკვდილის უნდა გეშინოდეს, ან სიკვდილის შემდეგ რა ხდება. ნუ ერთ სიტყვით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. თუმცა ბიბლიას აქ ასეთი თვისება, რომ არ უნდა მოეშვა და საერთოდ ბიბლია, ნუ სპეციალისტები იძახიან, რომ ყოველდღიურად შეიძლება არა, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც უნდა გადაავლოთ თვალის სხვადასხვა, ნუ თავისთავად ეხლა ეკლესიაში ყოველ კვირას რო დადიან ადამიანები, იქ ყოველთვის ახარება, ეს ტყუილად კი არ არის, რომ ყოველთვის რაღაცა სახარების, რაღაცა მონაკვეთი იკითხება, განიხილება, გაიაზრება, დასვლა გამოგაქვს, საუბრები ღმერთთან, საუბრები თეოლოგებთან, საუბრები ლექციებში. ეს აუცილებელია, იმიტომ რომ როგორც სპორტსმენი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს, ასე უნდა იყოს ადამიანი ბიბლიის გაცნობიერების და სულ ფორმაში უნდა იყოს, იმიტომ რომ ცოტა დავიწყებაც იცის და ამ ყოფი ცხოვრებაში ყურადღების გადატანაც იცის, კაიგე, მაგრამ ნუ გინდა არ გინდა ეს როდესაც ადამიანის 66-ვე წიგნს აიკითხავს და ბიბლიას კარგად აიკითხავს, მერე დაფიქრდება, მერე ამას არ ეშვება. ის პერიოდულად კითხულობს და სულ ცდილობს, მაგრამ როდესაც ადამიანს არ აქვს ბიბლია წაკითხული და ისა და მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი მით უმეტეს ათეისტურ სამყაროში, რომ აი ახლა საზღვარგარეთ აგერ ამერიკაშიც არა აქვს ბიბლია წაკითხული, ათეისტია და არ აინტერესებს და ნუ მერე სულ ფიქრობს, აი რატო დავბერდი ახალგაზრდობა წავიდა და ხო იცით მოხუცების ამბები და ცხოვრება წავიდა და რა აზრი აქვს ცხოვრება და რა იყო ჩვენი ცხოვრება რა არის და აი ესეთი ფიქრები მოსდის და ნუ საბოლოო ჯამში ის ადამიანი რომელსაც არ არის წაკითხული ბიბლია და უბრალოდ არა გათვითცნობიერებული რა ხდება, აი ესე გაუთვითცნობიერებლად მიდის ამ სამყაროდან და მოდის სევდა ესა და მიდის. ეხლა ჩემ გამოცდილებას გეტყვი, ეხლა ძალიან ბევრი წიგნებია გამოსული და ინტერნეტი და ყველაფერი კაი საშუალებებია და აი ჩემი რჩევა გონიათ 5 თუ 6 წელია კვირის პარიტრამ გამოსა 25 ტომი ბიბლიისა. ზოგჯერ არის ხოლმე რომ აი როგორ უნდა წავიკითხოთ ბიბლია ძნელია, ნუ ადვილიც არ არის, მაგრამ ძნელიც არ არის, მაგრამ უნდა შრომა, მაგრამ მე ახლა თავაზობთ ისეთ საშუალებებს, რომ ყველა შეუძლია, თავარია არ დაიზარდოთ. ეხლა რო თქვი რომ კვირის პარიტრამ გამოუშვა ძალიან მაგარი საქმე გააკეთეს 25 ტომი ბიბლიის, აი თავიდან ბოლომდე მიდის გარჩევა და როგორი გარჩევა მიდის. წაიკითხავ ერთ გვერდს და ქვემოთ ისტორიკოსი, თეოლოგი, მღვდელი და მეცნიერი. აი 4 სხვადასხვა დარგის, სხვადასხვა მიმართულების ადამიანი კითხულობს ამ რა ქვია ხსნის ამ ნაწილს. და ძალიან მაგარია და უკვე შენც ამატებ, ხო? 4 კაცი მე უკვე ფიქრობ და აი ესე მიყვები, ცოტა სამუშაოა, მაგრამ ისეთი მაგარი წიგნი, აი ყველას გირჩევთ. იყიდებოდა, რავი, თუ ახლა თბილისში თუ ჩამოვედი ვიღაცა მიგცემ და აუცილებლად წაიკითხე და უცბად აი გაგინათდება თვალები, აი რა ვიცი რა, აი უცბად აი თვითონ გაახე თვალებს რომ რა ხდება. ეხლა ზოგი მეტყოსო დრო არა მაქვს, ეხლა წიგნს ჩაუშვდე, მაგრამ აგე ჩვენი ინტერნეტი ეხლა სულ ძირითადად მძღოლია, ეხლა აი მაგ ტრაილერზე მძღოლები ეხლაც დავამთავრე ესე ჰენდერსი, ძალიან მაგარი ისიც არჩევს მაგრად ბიბლიას, სასწაულია. YouTube-ში არის ძალიან ბევრი, ქართული ის არის, გიორგი რაგვარის არის. გიორგი. მე გავიხსენებ. გიორგი ხსნის და ნუ უნდა ჩაიქეკო, აი ბიბლია ამოკრიფეთ საპატრიარქოს რადიოშიც არის, ისა საიძეც არის და ძალიან ბევრი აი ბიბლიის ის არის გარჩევებია. ნუ მე რას
სასაძვავო არ უნდა დაეძრო ახლა აქ უფრო ადვილია ახლა ნაუშნიკებში და უთას იმას დაისმენ და უსმენ და სხვა გიკითხავს ასეთი ცნობილია რუსები არიან ძალიან ძლიერები ძალიან ბევრი გარჩევები აქვთ YouTube-ში რო შეხვალ ძალიან ბევრია და არის კიდევ ძალიან ბიბლიის სპეციალისტია ხშირად გამოდის ხოლმე სამწუხაროდ მე წეღანას თქვი ჩვენ ქართულ სივრცეში გამოდის და აი ესე დაგილაგებს აი ბიბლიას ისე კარგად დაგილაგებს თუ სამწუხაროდ გარკვეული მიზეზების გამო მისახე და გვარს არ ვიტყვი მაგრამ ძალიან დიდი დამსახვ ოკეანის სხვა ოკეანეა განათლება აი სამწუხაროდ და ისე აი ამდენჯერ ხო ეს სიტყვა რომ დაუმსახურებლად უსამართლო სიტუაციაშია ეს პიროვნება ეხლა ყველას აქვს თავისი აზრი მაგრამ სამწუხაროდ ასია მე თქვენ ალბათ თქვენ ყოველთვის მაგას ვიძახი ხოლმე რომ იდეალური ურთიერთობა როდის მხარდება ჩემთვის უკითხიათ ესა და მე ყოველთვის ვაბობ ხოლმე რომ იდეალური სახელმწიფო იდეალური და სახელმწიფო და არა მარტო სახელმწიფო და ურთიერთობა არის საიდან უნდა ვისწავლო და საიდან და საქმიდან დიახ ციხის საქმიდან მე ადრესა მაგ ნათქვამი ოთახში ის 25 კაცი აგზის ქურდი აგზის ცისფერი აგზის კაცისფრელი აგზის ვიღაცა მაგრამ იდეალური სიტუაცია რატო იცი იმიტომ ყველა მიცის თავისი ხაზი რომ იმ ხაზის იქით არ უნდა გადავიდეს 100 წელი ის ქურდი შავი შეურაცხყოფას არ მიაყენებს იმ ცისფერი ზედმეტს არ გადმოვა იქენ კნებდო და ეს არის იდეალური და სამყარო იმდენად მრავალფეროვანია ყველა თავისებურად არჩევს და ყველა თავისებურად ხსნის იმ სიტუაციას მაგრამ რა ვქნათ ეხლა ეს ადამიანი ასე ფიქრობს ეს ადამიანი ეს იმას ანიშნავს მიხვდა და დასწყვდა და ამას ვიძახი უსამართლოდ აი ციხეში ეხლა იმ ცისფერს რო დაუწყებს ცემატყებას ეს უსამართლოდ არ არის იქნება უსამართლო და აი ამას ვიძახი ციხის ის არის ყველაზე იდეალური ურთიერთობა და აი ესია ამ ჩვენ ფილოსოფიურ და აზროვნებაში თვითონ ზედმეტი არავის არ მოსვლა და ამას საიდან რომ მე თვითონ ამას თვითონ უფალი გეუბნება აი ბიბლიას რო კარგად ჩაწვდები კარგად რო შეითვისებ ქრისტე სიყვარულისთვისაა მოსული და არა სიძულისთვის და შფოთისთვის და იმისთვის და ნუ ზოგი გებულობს ზოგი ვერ გებულობს მაგრამ ქრისტე და ყოველთვის გეუბნება რომ შფოთს როგორც შეამჩნევ როგორც ყველანაირად უნდა შეეცადო რომ ეს შფოთი გააშოშმინო აწყნა რომ მიხვიდეს იმშვიდისკენ და მიიღო ის დეტარება რასაც ქვია უფალთან ყოფნა ძალიან ადვილია აი მანქანაზე რო ზიხარ განსაკუთრებით ახლა ტრაილერზე რო ზიხარ მიდიხარ ჩართე და სხვა გიკითხავს არჩევს კი რავი რამდენია ახლა უსვათ ვერ ვიხსენებ ყველას და მაგრამ საერთო ჯამში აი ხდები ძლიერი და იქაც ხდები ყველა თემა აღწერილია ყველა სიტუაცია აღწერილია წარმოიდგინეთ ახლა რამდენი კაცობრიობა არსებობს რამდენი 6000 წელი ხო 6000 წლის გამო რამდენი სიტუაციები აი სულ გაგიკვირდება უიმე ახლა 5 საუკუნის წინ რა მოხდა და 2 საუკუნის წინ რაში მეხება დღევანდელ დღეს არა ძმაო არ გეხება კი არა თავარია იმიტომ რომ ადამიანი არ იცვლება რაღაც ტექნიკური საშუალებები იცვლება თვითმფრინავები ტექნიკა ონლაინი მაგრამ ადამიანი არ შეცვლილა რაც იყო 2000-3000 წლის წინ იგივეა ეს ადამიანი დღეს თავისი ცოდვილი ბუნები და იმასაც გეუბნება ბიბლია ნუ მეტი რომ გეუბნება თავის გზას და თავის სწავლებას თან გზასაც გასწავლის და მეტი რაღა უნდა მეტი როგორ გითხრას რანაირად გითხრას აი ესე დაღეჭილი ყველაფერი და მაგრამ ნუ თუ არ წაიკითხე და თუ არ გაეცანი მე ახლა რაც აუდა ვილაპარაკო და რაც არისა ერთადერთი შეიძლება ჩემი საქციელით ან ჩემი მოქმედებით რაღაცა დადებითი ემოცია მიიღოს ადამიანმა მაგრამ ადამიანმა მაინც უნდა წაიკითხოს და რა ვიცი რატო უშვებს ეს ხალხი და რატო ასე ზერელეთ ექცევენ ამ თემას ესეც ამოცანა თუმცა ბიბლიაშიც იგივე ყველაფერი აღწერილია ყველაფერია ესე დაწვრებანებით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია რატო გიყვარს რატო ვომობთ რატო ბუზღუნებთ რატო ჩაგრავთ ნუ აი არ ვიცი რა მე რას ვიტყვი ახლა ცოტა ძელი ვიდეო გამოგვივიდა ცოტა თავისებური ვიდეო გამოგვივიდა რა თქმა უნდა ჩვენ ამ თემაზე ყოველთვის ვისაუბრებთ და რატო წავიწყე ესა წაიკითხეთ არ დაიზაროთ
მე შეძლებს და გვარად ნუ წეგანას რო თქვი დასაწყისში რომ ჩემი ყოველი მოქმედება, ყოველი საქციელი ბიბლიის ფიტრიდან გამომდინარე იქნება. რა თქმა უნდა, მე მინდა ეს კარგად გამომივიდეს, მეც თავისებურად მეც ცოდვილი ბუნებიანი ვარ და მინდა რომ მეტმა შეცდომები არ დავიშვას და ისა არ დამაშებინოს და ხიად მithქვას ხო ისე წარდგება მეთის წინაშე რომ ჩემი განვლილი ცხოვრების არ შემცვეს. ალბათ ეს არის ერთი ცხოვრების გზა. ნუ აი ესეთი მეთოდით გითხარით, არ ვიცი თქვენ როგორ იმოქმედებთ, მაგრამ დამიჯერეთ, წაიკითხეთ, გათვითცნობიერდით, იმიტომ ღმერთს უყვარვართ, ღმერთი ჩვენზე ფიქრობს, ღმერთი ჩვენზე ზრუნავს და რა ვიცი, მე ამაზე მეტი რა უნდა იყოს, რა ვიცი. კარგად მეგობრებო, დაგემშვიდობები, ცოტა გაგვიგზავნა ეს ვიდეო. რა თქმა უნდა, იქ ბიბლიის რო კითხულობ, თავისი მეთოდებია, ლექსათაც არის, იმათაც არის, ამათაც არის. თვითონ ეხა მე დიდი სპეციალისტი არა ვარ, არის მეთოდებით, მთელი მეთოდებით არის. უნდა წაიკითხო, რანაირად წაიკითხო, მაგრამ მე ვიძახი უშურ გრეხურად, უბრალოდ მიადეკეთ და 66-ვე წიგნი წაიკითხეთ. მე უკვე გარჩევებსაც რომ ცოტა გადაავლეთ თვალს, მე ვარიანტი არა თქვენ მიხვათ იმ წერტილამდე, რასაც ქვია ბიბლიის არში ჩაცნობა რა. და მე უკვე სხვანაირად უკვე შევძლეთ ერთმანეთთან საუბარ. რა თქმა უნდა, ახლა მე კი არა მარტო ჩვენ რამდენია ჩვენ მაყურებლებს შორის ვისაც აკითხული აქვს, მაგრამ მინდა რომ ბევრმა წაიკითხოს, გათვითცნობიერდეს და ვიყო ძლიერები, ბედნიერები და ხალისიანები. კარგით, აბა შევხვდებით მომავალ საინტერესო იმედია საინტერესო ვიდეოებში. ცხოვრება გრძელდება, ცხოვრება კარგია და ჩვენ უფლება არა გვაქვს რომ არ გავიხაროთ ამ ცხოვრებაში.